1 მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით იზრდება ჯარიმები და მკაცრდება სანქციები ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის. 100 ლარამდე გაიზარდა ჯარიმა სატრანსპორტო საშუალების გზაზე მანევრირების წესების დარღვევისთვის. ამავდროულად, ამ სამართალ დარღვევისთვის მართვის მოწმობის მინიჭებული ქულათა რაოდენობა შემცირდება 20 ქულით. 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა სანქცია 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არა უმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა. გარდა ამისა, ავტომანქანის მძღოლს 10 ქულა მოაკლდება. 50 ლარამდე გაიზარდა სანქცია ავტომობილის მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური სარგებლობისთვის. დგომა გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად 50 ლარამდე გაიზარდა ჯარიმების ოდენობა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე. ასევე M3, N2, N3 ან D კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის. დრიფტი, რომელსაც მოჰყვა ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. განმეორებით საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, რომელსაც მოჰყვა საავარიო ვითარების შექმნა ან გამოიწვიოს საცობი, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწყობაზე 30 ქულის შემცირებას. 500 ლარიანი ჯარიმაა გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის იმ შემთხვევაში, თუ სატვირთო გადაზიდვის დანისმულების ადგილი თბილისი არ არის. ახალ სამართალ დარღვევად განისაზღვრა სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში ან და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 10 ლარით. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდა ჯარიმა 200 ლარი. აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწყობაზე შეუმცირდება 30 ქულა. ცვლილება ითვალისწინებს ახალ აკრძალულ ნიშანს. გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან. აღნიშნული კრძალავს სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ისე დგომას. დასახელებული მოთხოვნის დაუცველობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით. აგრეთვე შესაძლებელი გახდა სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანა. ახლებურად განისაზღვრა ავტობუსის ხაზზე სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის საკითხები. კერძოდ, ავტობუსის ხაზზე მოძრაობა არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად დამატებით გამოიწვევს მართვის მოწყობაზე 15 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწყობაზე 30 ქულის შემცირება. საერთო ნაკადის საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ ავტობუსის ხაზზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწყობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწყობაზე 30 ქულის შემცირება.